პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მივიდა. რა კითხვები აქვს გამოძიებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან და რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ უწყებას. აქვს თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გიორგი პაპუაშვილს და რა საცხადებენ თავად მოსამართლეები. ფონიჭალაში დედაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. რატომ საუბრობს ბრალდებული წამებაზე და რატომ მოითხოვს ჩვენების ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებას. დაიწყება თუ არა გამოძიება ბრალდებულის განცხადების საფუძველზე. მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობაში, რატომ არ ესწრებოდნენ მთავრობის დღევანდელ სხდომას თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. ვისი კანდიდატურა განიხილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე და ვინ შეცვლის პაატა ზაქარეიშვილს. საღამომშვიდობისა ეს 20:30-ია, გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ, გადაცემის მოსმენა კი FM 98-სა და 1-ზე რადიო უცნობის საშუალებით. 20:30 ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. 1 აგვისტოდან თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს. კითხვები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთავრობის დღევანდელი სხდომა რესპუბლიკელი მინისტრების გარეშე ჩატარდა. მოგვიანებით კი გავრცელდა რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის განცხადება, სადაც ის აცხადებდა, რომ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან. მიშა ფეიქრიშვილი გვეტყვის პირდაპირ ეთერში, ვინ დაიკავებს მინისტრთა კაბინეტში რესპუბლიკელი მინისტრების ადგილს და რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის. მიშა, გისმენთ. თავდაპირველად დავიწყებ ინფორმაციით, რომ ზუსტად 1 საათში აქ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში დაგეგმილია პოლიცსაბჭოს სხდომა და ბუნებრივია მთავრობაში დაგეგმილი საკადრო გადაადგილებები და ცვლილებები იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრებს. ამ წუთებში ჩვენი ინფორმაციით ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში იმყოფება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს და შეხვედრის მთავარი თემა დაგეგმილი მაჟორიტარი კანდიდატების დაგეგმილი ღონისძიებები და წარდგენებია, თუმცა როგორც აღნიშნეთ, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეს არის მთავარი თემა, რომლის შესახებაც ზუსტად 1 საათში აქ გაიმართება მსჯელობა. აღსანიშნავია, რომ თინა ხიდაშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა კრწანიშში ეროვნული სასწავლო ცენტრში მიმდინარე წვრთნებზე, იმისთვის რომ დაეთვალიერებინათ მიმდინარე სამუშაოები, თუმცა დღის განმავლობაში თინა ხიდაშელს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ასევე ცნობილია და სახელდება ბევრი გვარი მედიაში, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს თინა ხიდაშელი, როგორც დასაწყისში აღინიშნა, უკვე ცნობილია ის, რომ რესპუბლიკელმა მინისტრებმა პრემიერ-მინისტრს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს. არ არის გამორიცხული, რომ პოლიცსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უკვე იყოს ცნობილი პრემიერმა შეათანხმოს სწორედ მმართველ გუნდთან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც უკვე, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრი უკვე საბოლოოდ პრეზიდენტთან შეათანხმებს. დღის განმავლობაში ასევე ერთ-ერთი უმთავრესი და მთავარი შეკითხვა იყო, რატომ არ ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომას რესპუბლიკელი მინისტრები. დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ ფლობდნენ დამატებით დეტალებს და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერჯერობით მთავრობის წევრებთან პრემიერ-მინისტრს არ გაუმართავს. თუ კი რომელიმე მინისტრი იქნება ეს რესპუბლიკური პარტიიდან, იქნება ეს უპარტიო მინისტრი, როგორც მე გახლავართ, იქნებოდა შეცვლილი, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, როგორც რესურსიან პარტიას, ექნება იმის საშუალება, რომ არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს შემცვლელად. ასეთ შეკრებას ჩემი მონაწილეობით არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებასთან არ ქონია. სამთავრობო ცვლილებები საკითხი არ განხილულა, ასე ვთქვათ, ჩემი მონაწილეობით და შესაბამისად ამ საკითხზე ვერაფერ საინტერესოს ვერ გეტყვი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ყავდეს ძლიერი მინისტრი და მეც მაქვს მოლოდინები, რომ ასეც მოხდება. ძალიან ბევრი სერიოზული რეფორმა გატარდა თავდაცვის უწყებაში.
ძალიან კარგი ძლიერი ოფიცერთა კორპუსი ყავს, ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოსთან. მე ყოველდღე თვალყურს ვადევნებ იმ სწავლებებს, იმ პროგრამებს, რაც სამინისტროში ხორციელდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ პროგრესს მიეცეს დამატებითი мотиваცია და ბიძგი, რომ ჩვენ რეალურად გადავიდეთ ძლიერი თავდაცვის სისტემის შექმნაზე. ირაკლი სესიაშვილი არის ერთ-ერთი, რომლის შესახებაც პრესაში აქტიურად საუბრობენ, თითქოს შესაძლოა მან დაიკავოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ირაკლი სესიაშვილი იქნება ქართული ოცნების თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი და ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში შეთანხმება უკვე მიღწეულია. დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გვარი გახმოვანდა მედიის საშუალებით, მათ შორის დასახელდა საგარეო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრის მოადგილეები და ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ჩვენი ინფორმაციით ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ვინ შეიძლება დაიკავოს თინა ხიდაშელის თანამდებობა, შესაბამისად არ გამოირიცხება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგეს სწორედ დღეს მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამართავს მათთან შეხვედრას, ასე რომ ჩვენ ველოდებით იმ განცხადებებს, იმ კომენტარებს, რომელიც უკვე გაკეთდება აქ ქართული ოცნების ოფისთან, როდესაც პოლიცსაბჭოს დღევანდელი ცნობა დასრულდება. მადლობა მიშა, ჩვენც ველოდებით ჩვენგან უახლეს ინფორმაციას, პირდაპირ ეთერში მიშა ფეიქრიშვილი გვერდებოდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობრები მიხეილ თათარაშვილი და თორნიკე კაჭარავა იკითხებოდნენ. საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც. თუმცა კომენტარი არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია. თათარაშვილის და კაჭარავას გამოკითხვაზე დაბარება საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათი ადვოკატი სოსო ბარათაშვილის თქმით, დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა. ამ თემასთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, მინდია გოგოჭურის ჩხრეკასთან დაკავშირებით თავიდანვე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ არის სამჯერ ნასამართლები, ეს ერთი კანონის დარღვევა, მას არ ქონდა ამის თქმის უფლება და მეორე ის, რომ მინდიამ უკვე მესამე დღეა, რაც მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვს ძალიან მარტივ რამეს. ნასამართლობის ცნობას, მან გადაიხადა საფასური იმისთვის, რომ დაჩქარებულად მიეღო ეს ცნობა და 1 საათში უნდა მიეღო ეს ცნობა და დღემდე მას ეს ცნობა არ მიუღია. ესეც მეორე კანონი დარღვევა. სამივე ამ ადამიანს უთხრეს, რომ დაინტერესება იყო მხოლოდ მინდია გოგოჭურის მიმართ, სხვა ადამიანის მიმართ დაინტერესება არ იყო, თუმცა ეს პიროვნებების რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებული და როგორც დაკავებულებს დაერღვათ მთელი რიგი საპროცესო უფლებები. ამავე დროს შედგენილი არის გადაუდებელი ჩხრეკის სამივე ცალ-ცალკე არის ეს სამი ოქმი, ესე იგი დადგენილება არსებობს უბრალოდ გადაუდებელი ჩხრეკის შესახებ და ორ შემთხვევაში არ დაინტერესებულა ბინის ჩხრეკით პროკურატურა, არც კაჭარავას შემთხვევაში, არც თათარაშვილის შემთხვევაში. გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა მთავარ პროკურორთან და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვა. მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გრძელდება. გიორგი პაპუაშვილმა კი ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პირადად ირაკლი შოთაძეს მიაწოდა. მოსამართლე ქეთევან ერემაძე კი 3 საათზე მეტხანს პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს. გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა გიორგი პაპუაშვილის მოადგილეც. დეტალებით ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება ახლა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან. ლიკა, რა განცხადებები კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში მთავარ საგამოძიებო უწყებასთან და რჩება თუ არა ვინმე კიდევ დაკითხვაზე? დიახ, ნათია, სანამ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადავიდოდეთ, იქამდე გეტყვით, რომ მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გრძელდებოდა 1 საათის განმავლობაში, როგორც მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა გიორგი პაპუაშვილმა ჩვენთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაძლოა ითქვას, რომ ის შეხვედრით კმაყოფილი დარჩა, მან ირაკლი შოთაძეს მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და როგორც გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, მან მთავარი პროკურორისგან მიიღო პირობა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ ირაკლი შოთაძესთან, მთავარ პროკურორთან. ჩვენ ვფიქრობ, რომ ღიად ვილაპარაკეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, დაკავშირებულ გამოძიებასთან, ისევე იმ საკითხებთან, რატომ იყო დაკავშირებული ჩვენი ეჭვი და კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა, რომ იგი იღებს პირადად პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმეგ ეგერთი. მეორე ის, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით თუ კი რომელიმე მოსამართლემ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, საშიშროება არ იქნება მისი ოჯახის წევრის ან ახლობლებზე, რომ ამაზე ვიღაცამ შური იძიოს. სიტყვიერი გარანტიები არსებობს, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საკმაოდ კეთილგანწყობილი დამოკიდებული იყო მის მიმართ, ამიტომ ახლა პრეტენზიებს ამ შეხვედრის შემდგომ ვერ გამოვთქვათ, მაგრამ როგორც იტყვია, საქმე მას შენმა გამოგაჩერეს. მადლობა. თავარ პროკურატურაში ამ დრომდე რჩება გიორგი პაპუაშვილის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი. უკვე 3 საათზე მეტია, რაც გამოკითხვაზე იმყოფება და ის გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს, როგორც ვარძელაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის გამოძიებას მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას. კონსტანტინე ვარძელაშვილმა დღეს სახელებზე და გვარებზე არ ისაუბრა იმ მოსამართლეების, რომელთა მიმართაც შესაძლოა განხორციელდა ზეწოლის ფაქტები, თუმცა როგორც ვარძელაშვილმა განაცხადა, ის ამ ინფორმაციას მიაწვდის მთავარ პროკურატურას. დღესვე მთავარ პროკურატურაში ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდა კიდევ ერთი მოსამართლე ქეთევან ერემაძე. დეტალებზე არც ქეთევან ერემაძე მისაუბრა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მან გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მას ჰქონდა. ქეთევან ერემაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლა კონკრეტულად მის მიმართ არ განხორციელებულა. თუ თითოეული მოსამართლე რომელსაც თქვენ ესაუბრებით, გაგცემთ პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე, ცხადია გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ადვილად იქნას გარკვეული იმ მოსამართლის სახელი და გვარი, ვიზეც ხორციელდება ზეწოლა. სანამ ეს მოსამართლე თავად არ ჩათვლის საჭიროდ, რომ ისაუბროს საჯაროდ ამ საკითხებზე და სანამ იმდინარეობს გამოძიება, მე თავ შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან. მე მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდი, თქვენთან ვერ დავასახელებ ვერც იმ გვარებს და სახელებს და ვერც ფაქტობრივ გარემოებებს, რა საკითხებზეც ვისაუბრე გამოძიებაზე. მოსამართლეთა შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმაც, როგორც კახა სოფრომაძემ აღნიშნა, საბჭოში არც ერთი მოსამართლის მხრიდან არც ერთი საჩივარი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შესულა. დღესვე ამ საკითხს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც. მე ვფიქრობ, რომ დღეს ფაქტიურად გამორიცხული არის და ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვსმენია ამის შესახებ, რომ რაიმე პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ზეწოლა არსებობდეს სასამართლოებზე და შესაბამისად სასამართლოების და მოსამართლეები ამ კუთხით თავისუფალი არიან. მათ აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებები, ისინი არიან თავიანთი საქმის წინაშე პასუხისმგებელი და გადაწყვეტილებას იღებენ თავისი შინაგანი რწმენით და მტკიცებულებებთან მტკიცებულებებში, ესე ვთქვათ, წამოდგენილი ფაქტების ანალიზის შედეგად. ფონზე როდესაც ალკოჰოლის მოსამართლეები ამბობენ, რომ მათ მიმართ არ განხორციელებულა ზეწოლა, ეს ფონი, რაც ახლა არის შექმნილი, ძალიან გავს ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც სამწუხაროდ ერთადერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას ახმოვანებს. მოსამართლეთა შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე დაიწყო. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან. როლანდ ბლადაძის ოჯახი კი გიორგი პაპუაშვილს მოსამართლის შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც როლანდ ბლადაძის მეუღლემ განაცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს დიანა ფარქოსაძეს პაპუაშვილი აშანტაჟებს, რათა ბათუმში სადაო სახლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღოს. დღეს სადაო ქონებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა მოსამართლემ დაასრულა და სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილებას კი 5 აგვისტოს გამოაცხადებს. ბლადაძის მეუღლის განცხადების $250,000 შეფასებული სახლი ბათუმში დაუსაბუთებელი ქონების საბაბით 2006 წელს ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა. 2007 წელს კი მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილმა იცოდა სადაო ქონების შესახებ, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეიძინა. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს მოპასუხე მხარის პაპუაშვილის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. ჩემს მეუღლეს ჩამოერთვა როგორც
დაუსაბუთებელი ქონება, რომელიც საერთოდ არ გამოუკვევიათ რა მოხდა იქ. აიღეს თავით როგორც უნდა და ისე შეკერეს თემა და ჩამოგვართვეს სახლით, აკტოვეს, დამტოვეს 3 შვილით ქუჩაში. აი ჩემი ერთადერთი შეკითხვა არის, რა იყო ჩვენი დანაშაული? გიორგი პაპუაშვილის გვაქვს ინფორმაცია, რომ ის აშანტაჟებს მას. გთხოვ არ მოусმინოს. და გთხოვ დამეხმაროთ და გამოიტანოთ ისეთი განაჩენი სამართლიანი განაჩენი. სასამართლოს ჩვენ წარუდგინეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის სადაო ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება გიორგი პაპუაშვილთან თავის დროზე უამრავი საპროცესო დარღვევით იქნა გაფორმებული, გარდა ამისა, სასამართლოს აქვს პირდაპირ მტკიცებულებები, რომელიც ასაბუთებს, რომ გიორგი პაპუაშვილი აღნიშნული ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და ფლობელია. ფონიჭალაში დედაშვილის ნონა რომანიძისა და მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და პატიმრებას პროკურატურა ითხოვდა. ადვოკატი კი აღკვეთის გარეშე ბრალდებულის გათავისუფლებას. ბრალდებულმა პოლიციელები და პროკურორები წამებაში დაადანაშაულა. გიორგი ხაბელაშვილის განცხადებით 25 ივლისს ავლაბარში დაკავების დროს პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ბრალდებულმა და ერთ-ერთი პროკურორის გოჩა ქოჩორაიას აცილება მოითხოვა. მისი თქმით, პოლიციაში მის წამებას ქოჩორაიაც ესწრებოდა. პროკურორმა გოჩა ქოჩორაიამ ბრალდება უარყო. მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურას კი ბრალდებულის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით 2016 წლის 22 თებერვალს, როდესაც ოჯახის უფროსი ოთარ მამფორია ავტოსამრეცხაოში სამსახურში იმყოფებოდა, $7,000 დაუფლების მიზნით ხაბელაშვილი მის სახლში შევიდა, რომელმაც 3 წლის მარიან მამფორია და მისი დედა ნონა რომანიძე დანით მოკლა. თანხა ვერ იპოვა კვალის წაშლის მიზნით კი სახლში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა. პროკურორის თქმით, დანაზე აღმოჩენილია ბრალდებულის დნმ-ის კვალი. პიროვნება მიცოდა, მიდიოდა საყაჩაღო და სახში იდო ფული და ოქროულობა, ხო? აქ საინტერესოა, პიროვნება დანას იმ ოჯახში ეძებს, თუ დანით წავანი, იარაღით წავანი, რაღაც შეიარაღებული წავა. ეს ძალიან კითხვის ნიშნებია. ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქმედების შამდენი არის სწორედ გიორგი ხაბელაშვილი, თუნდაც ის, რომ დანაზე არსებობს მისი დნმ, რომელზეც არის მოკლულების სისხლი, თუნდაც იმ სკამზეა მისი დნმ-ის საზურგეზე, რომელიც ჩაარტყა თავში გარდაცვლილ ქალბატონს. ბრალდებულის მიმართ წამებას ადგილი არ ქონია, ის დაბარებული იქნა მოწმის სახით დაიკითხა და მის შემდეგ დაკავებული იქნა მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ჰეპატიტის საერთაშორისო დღე და C ჰეპატიტის პროგრამის შედეგები. წარმატებულია თუ არა საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამა? როგორ აფასებს ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის მიმდინარეობას და იგეგმება თუ არა ცვლილებები? საბჭოთა სიმბოლიკა, დროშა, ჰიმნი და ბავშვები წითელი ყელსახვევებით. დაეკისრება თუ არა ყრილობაში მონაწილე პარტიებს სანქციების საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის. აპირებს თუ არა კომპარტია ვალერი კვარაცხელიას პარტიასთან გაერთიანებას და როგორ აფასებს არასამთავრობო სექტორი ბათუმში ჩატარებულ ყრილობას. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. C ჰეპატიტის ინფექციის მატარებელი 150,000 ადამიანი და განკურნებული 8,000 ბენეფიციარი. ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამის შედეგებს აჭამებს. დაავადების კონტროლის ცენტრი კი ინფექციის პრევენციაზე მუშაობას აგრძელებს. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს და რამდენი ბენეფიციარია ჩართული C ჰეპატიტის პროგრამაში? მარიამ სეთურიძე და დავით თევზაძე გიამბობთ. პრაქტიკულად ყველანაირად გაუმჯობესებული არის. ექიმი გია მუხურაძეს 6-თვიანი მკურნალობის შედეგს აცნობს. როგორც აღმოჩნდა, სისხლში ვირუსი უკვე შესუსტებულია. შუახნის მამაკაც C ჰეპატიტის გართულებული ფორმის დიაგნოზი 8 თვის წინ დაუსვეს და ახლა ის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. იმედით ადამიანის საუბრობს, მე უფრო
ძალიან გართულებული მქონდა ეს საკითხი და ძალიან გვაყოფილი. რაღაცნაირად მარტო შევხვდი ამ ყველაფერს და ჩემთვის ძალიან რთული იყო. თემურადიანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად იმისა, რომ მან სისხლში ვირუსის არსებობის შესახებ 9 წლის წინ შეიტყო, ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება წლების განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ შეძლო. მე პირველ რიგში მე განვიკურნე მიხარია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმითი, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცა იმის საშუალება, რომ ეს დაავადება დაძლეული იყოს საერთოდ ჩვენ ქვეყანაში. სახელმწიფო პროგრამაში ამ დროისათვის 36,000 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან 15,000 მკურნალობის კურსს ახლა გადის. 8,000 ბენეფიციარმა კი ინფექცია უკვე დაამარცხა. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ პროგრამის განხორციელების პარალელურად სამინისტროში და დაავადების კონტროლის ცენტრში ჰეპატიტის პრევენციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია სერვის ცენტრების რაოდენობაც, სადაც მსურველებს ანალიზის გაკეთება უფასოდ შეუძლიათ. პროექტის განხორციელებისათვის დავით სერგეენკოსა და მის გუნდს მადლობა დღეს პრემიერ-მინისტრმა გადაუხადა. ბატონო დავით, თქვენ და მთელ გუნდს, რომელმაც იმუშავა ამ პროგრამის მიმართულებით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვფიქრობ, მე გამოვხატავ არაერთი ადამიანის აზრს საქართველოში, მე მგონი ამ წარმატებას ოპონენტი არ ყავს. სახელმწიფო ატარებს ფართომასშტაბიან კამპანიას C-ჰეპატიტის ტესტირების, სკრინინგის. პირველ მაგალითს ამაზე ვცდილობთ, რომ ექიმებმა, სამედიცინო პერსონალმა მივცეთ და ყველას შეძლების დაგვარად მიიღოს ამ სკრინინგში მონაწილეობა. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა პირველ ეტაპზე ღვიძლის ძლიერი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის იყო ხელმისაწვდომი. 10 ივნისის შემდეგ კი პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები გაუქმდა და ახლა უფასო პრეპარატის მიღება ბენეფიციარს დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეუძლია. სლოგანია ასეთი, რომ ყველამ ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი ჰეპატიტთან მიმართებაში. ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა უკვე, ვინც ვიქნებით დადებითი, მივმართოთ სერვის ცენტრებს და ჩავიტაროთ უფასოდ სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობა. თუ წინა თვეში რეგისტრდებოდა თვეში 800 ადამიანი ტარდებოდა, უკვე 2000 ამ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან თვეში 2500-3000 პაციენტის გატარება შევძელით. საქართველოში აქტიური C-ჰეპატიტის ინფექცია 150,000 ადამიანს დაუდგინდა. დაავადების მატარებელთა რიცხვის შესამცირებლად კი ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა რიცხვის გაზრდას და წელს ერთდროულად 25,000 პაციენტის მკურნალობას გეგმავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს მიმართავს. CESCO-ს პრეს-სპიკერის თქმით, იმისთვის, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ, 1 აგვისტომდე იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, რეგისტრაციის გავლისას მოქალაქეები გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისაგან. ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებზე დაპირისპირების თავიდან აცილებისა და კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის მიზნით ტრენინგებს იწყებს. საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხზე 2 დღიან ტრენინგს გაივლიან. შემდეგ კი მიღებულ ცოდნას საკუთარი უწყების წარმომადგენლებს გაუზიარებენ. არჩევნები და უსაფრთხოება ეს არის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესებში შესაძლო კონფლიქტების მოგვარების გზებზე საუბარი და რა თქმა უნდა იმ მშვიდობიანი და დაცული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საარჩევნო გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად, არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც. ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი ამ პროცესში. CESCO თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი როლი შეასრულოს მაქსიმალურად კარგად და უზრუნველყოს მშვიდი გარემო საარჩევნო პროცესში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 14 დამკვირვებელი უკვე საქართველოშია. მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამკვირვებელი საქართველოში წინა საარჩევნო პროცესს დააკვირდება.
გარდა ამისა, მონიტორინგი გარდა არჩევნების დღისა მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაშიც გაგრძელდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სექტემბერსა და ოქტომბერში 2 ანგარიშს წარადგენს. დამკვირვებლები ოფიციალურად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ. ხვალ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან, შაბათს კი რეგიონებში გაემგზავრებიან და წინასაარჩევნო პროცესს ადგილზე დააკვირდებიან. ჩვენი დამკვირვებლები რეგიონში შაბათ-შავლენ და ორშაბათიდან მუშაობასაც დაიწყებენ. ისინი ადგილზე შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაესწრებიან პარტიულ ღონისძიებებს. ჩვენ სექტემბერსა და ოქტომბერში 2 ანგარიშის წარმოდგენას გეგმავთ. რაც შეეხება არჩევნების დღეს პროცესს 30 ადამიანი დააკვირდება. მომავალი კვირიდან მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი კანონი მხარვეზების გათვალისწინებით არის შემუშავებული, რომელიც დაუკანონებელ მიწებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობდა. კერძოდ შემუშავდა ამზომველთა სრულიად ახალი ერთიანი სტანდარტი. ამასთან მოქალაქეებს მთელ რიგ საბუთებს საჯარო რეესტრის თანამშრომლები უფასოდ მოუძებნიან. ახალმა კანონმა დაკარგული საბუთების ხარვეზებიც უნდა აღმოფხვრას. დეტალები გენო სიღმაშვილის რეპორტაჟში. ეს ვენახი ჩემია, მაგრამ თანაც ჩემი არა იყო. გურჯაანელი ირაკლი ხარიტონაშვილი ამბობს, რომ ამ მიწას 18 წელია განაგებს. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი წლების წინ თანასოფლელისგან შეიძინა. გადაფორმება კი დღემდე ვერ შეძლო. მთავარი მიზეზი ფინანსებია. გურჯაანელი გლეხი ამბობს, რომ ვენახის გადასაფორმებლად საჯარო რეესტრში მთელი რიგი დოკუმენტები უნდა წარედგინა. მათ შორის საკადასტრო და აზომვითი ნახაზები, არქივის ცნობები, ნაკვეთის ყოფილი მეპატრონეების გარდაცვალებისა და მათი მემკვიდრეობის შესაბამისი საბუთები. ყველა ეს პროცედურა კი რამდენიმე ასეულ ლარს აჭარბებს. მე ჩემი თანასოფლელებისგან შევიძინე 4 ჰექტარი ფართობი მიწა. ვერ გადავიფორმე, ვინაიდან ეს მაშინ ავზონში ნახაზები ვიდებოდა ძალიან ძვირი იყო. ზოგი ვისგან მიწა შევიძინე, ზოგი გარდაიცვალა. ამ გარდაცვლის შთამომავალს ჯერ თავზე უნდა აღედგინა მემკვიდრეობა, მერე ჩემთვის მოეყიდა. ამისათვის საჭირო იყო თანხები და ვერ შეუძლია. აღნიშნული პრობლემა მიწების 75%-ზეა. სახელმწიფომ არ იცის ამ 75% მიწის ნაკვეთის რა რაოდენობას განკარგავენ მოქალაქეები. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ ქონების მარტივი გაფორმებისთვის სპეციალური კანონ-პროექტი შეიმუშავა. ახალი კანონის მიხედვით მოქალაქემ საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს, სადაც მას ყველა საჭირო დოკუმენტს სრულიად უფასოდ საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოუძებნიან. ამის მერე ირთვება მეგობრული, მე ვიტყოდი პრაქტიკულად ადვოკატის ფუნქციით აღჭურვილი საჯარო რეესტრის ფუნქცია, რომელიც მოქალაქესთან ერთად ეძიებს საბუთებს, დოკუმენტებს და უფასოდ ახორციელებს რეგისტრაციას, ყოველ შემთხვევაში ეხმარება ბოლომდე მოქალაქეს. ახალი კანონით მოქალაქეს ყველა ის შეზღუდვა და ბარიერი ეხსნება, რომელსაც აქამდე მიწის რეგისტრაციის დროს ხდებოდა. იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრს ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა, რეესტრის თანამშრომლები მას თავადვე მოიძიებენ. რეგისტრატორს პროცედურების შესრულებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან. აქ იგულისხმება ის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გავა ადგილზე, მეზობლებისთან დასწრებით მოხდება ნაკვეთის მდებარეობის დადგენა, შედგება სპეციალური ოქმი და ეს ოქმი დაეხმარება საჯარო რეესტრს ასევე რეგისტრაციაში. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის დროს გამოვლინდა დავა მოქალაქეებს შორის, საჯარო რეესტრი მიმართავს სავალდებულო მედიაციას. იგულისხმება, რომ მთელი დოკუმენტაცია, რაც შეგროვდება რეგისტრაციის ეტაპზე, გადაეგზავნება მედიატორს ან მედიატორ ნოტარიუსს, რომელიც უმოკლეს ვადაში შეეცდება მოარიგოს მხარეები. მე არაფერი საბუთი არა, მაგრამ ის საბუთი გქონდა. დაკარგული ან არარსებული საბუთები კიდევ ერთი ხარვეზი იყო, რომელიც მიწის რეგისტრაციას ხელს უშლიდა. 51 წლის ნიკოზელი სოსო მენალაშვილი მიწის დარეგისტრირების მსურველთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მიწით სარგებლობის დოკუმენტი არა თუ სახლში, არამედ სახელმწიფოს არქივშიც არ მოიძებნა. მას ხელთ მხოლოდ სხვადასხვა დროს მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში შედგენილი ნახაზები აქვს. თუ რაღაცა საბუთი ქონდა და ადრე კომუნისტების დროს და რაღაცა დაურეგისტრირეს ხალხსა და რაღაც ისინი მისცეს ნაკვეთების რაღაც ზომები, სხვა საბუთები გვაქვს. უბრალოდ გვაქვს, რომ ვეკითხება, რომ აი ზომებში ჩვენი ზომებისა ნაკვეთი ხო იცის, ჩვენმა გამგებელმაც იცის, ყველამ იცის, რომ გვაქვს ზომები და ჩვენი ზომებით ირიცხება, მაგრამ როგორც ასეთი საბუთები არაფერი არ აქვს.
მიწის რეგისტრაციის ახალი კანონის მიხედვით თუ საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ ისინი უკვე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეგზავნებათ, სადაც საკითხზე აღიარებითი კომისია იმსჯელებს. აღიარების კომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, თუ მიწის ნაკვეთზე დგას შენობა ნაგებობა, მშენებარე ან დანგრეული, ან აშენებული, ან თუ ნაკვეთი არის უკვე საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთი. ეს თუ მოქალაქეს ეს ნაკვეთი აქვს დაკავებული თვითნებურად დაკავების გარემოება უნდა დგინდებოდეს 2007 წლამდე. ახალი კანონი მოსწონთ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილსაც. თუმცა კონსტიტუციის 52 მუხლში აცხადებენ, რომ მათ მთავარი კითხვის ნიშანი შესაძლებლობებთან დაკავშირებით უჩნდებათ. კერძოდ, ეყოფა თუ არა სახელმწიფოს ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რომ მიწის რეგისტრაციის მსურველთა ნაკადს გაუმკლავდეს. Ამდენად არის სახელმწიფო რესურსი მზად იმისათვის, რომ დაიწყოს მსგავსი ტიპის მასშტაბური პროექტი, ან ტექნიკურ მატერიალური კუთხით. ამასთან მნიშვნელოვანია ფინანსური ნაწილი, მოგეხსენეთ არის წლის ბოლო და ბიუჯეტის კუთხითაც საეჭვოა აღნიშნული კანონპროექტის, ასე ვთქვათ, გამართლების რეალობა. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ მსურველთა მისაღებად მზად არიან. მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი 1 აგვისტოდან ამოქმედდება. იუსტიციის სამინისტროში კი ამბობენ, რომ პროცესის მიმდინარეობას დააკვირდებიან და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მის გამოსწორებაზეც იზრუნებენ. ახლა რეკლამის შემდეგ გადაცემაში ნახავთ. ვითარება თურქეთში 15,000 დაკავებული, 130-ზე მეტი დახურული მედია საშუალება, მათ შორის 16 ტელეარხი, 45 გაზეთი, 3 საინფორმაციო სააგენტო და 23 რადიო სადგური. რა ხდება მეზობელ ქვეყანაში და რას აცხადებს თურქეთის ხელისუფლება? როგორ აფასებენ მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას? 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საბჭოთა საქართველოს ჰიმნი და სიმბოლოები, რუსეთის დუმის დეპუტატი და ხმაურიანი განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს მხარდამჭერები ბათუმში შეიკრიბნენ. მხარდამჭერებს სიტყვით არა მხოლოდ მოძრაობის ლიდერებმა, არამედ არასრულწლოვანებმაც მიმართეს. სწორედ მათი სცენაზე გამოჩენა გახდა ერთ-ერთი საკითხი, რაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. თუმცა ბათუმის ბონის კულტურის ცენტრში შეკრებილებს კანონის დარღვევის გამო არ არის გამორიცხული გაფრთხილების ან ჯარიმის გადახდა მოუწიოთ. მიზეზი საქართველოს კანონია, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას და პროპაგანდას კრძალავს. როგორია ყრილობის დამფუძნებელთა პოზიციები და რას პასუხობენ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები? ნახეთ თამარ ციკლაურის რეპორტაჟში. საბჭოთა საქართველოს ჰიმნის ფონზე დედა სამშობლომ ბათუმში იხმოდა ბონის კულტურის ცენტრში წითელი ლენტებით, საბჭოთა კავშირის დროშითა და სტალინის ფოტოებით, ახლა დაფუძნებული სახალხო მოძრაობის სოციალისტური საქართველოს წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. უარს ვამბობთ გაერთიანება ევროკავშირზე. სოციალისტური საქართველოს ყრილობა, სადაც დარბაზში მხარდამჭერები ხელზე წითელი ლენტებითა და რიგ შემთხვევაში სტალინის გამოსახულებიანი მაისურით ისხდნენ, სცენაზე პირველად 2 წითელყელსახვევიანი არასრულწლოვანი გამოჩნდა. ფურცლიდან დაწერილი ტექსტი წაიკითხეს და შეკრებილებს ახალგაზრდობის სახელით უთხრეს, რომ ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე. პირველი ტაში დარბაზში სწორედ წითელყელსახვევიანი ახალგაზრდების მიერ წაკითხულმა ტექსტმა გამოიწვია, თუმცა აპლოდისმენტებითა და ფეხზე წამოდგომით შეხვდა დამწრე საზოგადოება სცენაზე ასულ ყველა გამომსვლელს და მათ შორის რუსეთის დუმის დეპუტატს ვლადიმირ სილაგინს. სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო ორმა პარტიამ დააფუძნა. საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ და ნეიტრალური საქართველო გვარაცხელია სოციალისტებმა. ორივე პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მსურველი პარტიების რიგში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე რეგისტრირებულთა სიაშიც არიან. პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მათ არჩევნებში ბლოკის სახით მიიღონ მონაწილეობა. მათი მთავარი გზავნილი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების აღდგენა და რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლება. საქართველოში უნდა აღდგეს რუსული სამხედრო ბაზები. ეს არის დროის მოთხოვნა, ეს არის აუცილებელი რეალობა.
ეს არის საქართველოს კანონი, თავისუფლების ქარტია, რომელიც 2011 წელსაა მიღებული და ქვეყანაში კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელ სიმბოლიკას, ძეგლებს, ბარელიეფებს, წარწერებსა და სახელწოდებებს გრძალავს. კანონის დამრღვევებს პირველ ეტაპზე გაფრთხილებას აძლევენ, შემდეგ იგი ფულადი ჯარიმაა. თუმცა იმისათვის, რომ კანონი არ დაირღვეს, კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა იზრუნოს. თუმცა როგორც კანონ პროექტში ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, სპეციალური კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და მას შემდეგ შესაბამისი ზომები ამ მიმართულებით არ მიღებულა. კომუნისტური სიმბოლიკა, მათ შორის ჰიმნი, დროშა, ნამგალი და ურო და ასე შემდეგ ყველაფერი არის აკრძალული, არ შეიძლება მისი გამოყენება, ეს პარტია არ შეიძლება გადარდეს რეგისტრაციაში და მან ვერ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ეს არის უკანონო კანონი, უსამართლო კანონი, ეს არის საზოგადოების განწყობილებადი წინააღმდეგ მიმართული კანონი და მე მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე. მომიხარო და საჯელს ითვალისწინებს ეს კანონი, დავსაჯოთ. პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე დაარეგისტრირეს, თუმცა არ გამოირიცხება, რომ მათი რეგისტრაციის საკითხი გადაიხედოს. სიმბოლიკის წარდგენა არ არის განსაზღვრული კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისად მათ აღნიშნული სიმბოლიკა CSKOS-თვის არ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროების შემთხვევაში იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კანონის მიერ გადაწყვეტილებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიიღებს. ბათუმში ბონის კულტურის ცენტრში სოციალისტური საქართველოს მოძრაობის შეკრებასა და იქ გამოთქმულ მოსაზრებებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. თუ არის რაიმე სახის დარღვევები, ამას ალბათ შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ შესაბამისი ორგანოები. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ცხოვრობთ ევროპულ ქალაქში, ევროპულ ქვეყანაში და ჩვენი მისწრაფება არის ევროინტეგრაცია. ამიტომ ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია, ხალხი გააკეთებს სწორ არჩევნებს დარწმუნებული ვარ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თუ არა 100%, 99 მაინც აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს ოკუპანტის ქმედებებს და მის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს. ამიტომ არ მგონია, რომ არ ვიცი შეკვეთილი თუ ფულაღებული რაღაც აქციების მოწყობით რაიმე სახის თუნდაც მცირედი სიმპათია დაიმსახუროს ვინმემ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება და ყრილობაზე გაჟღერებული ინიციატივები არ არის გამორიცხული მალე უსაფრთხოების სამსახურის კომისიის განხილვის საგანი გახდეს. სულში აცხადებენ, რომ კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება. თუმცა სანამ კომისია საკითხზე მსჯელობას დაიწყებს, სოციალისტური მოძრაობა შემდეგ ყრილობას ზეგ ლენტეხში გეგმავს 4 აგვისტოს კი კახეთში. 130-ზე მეტი დახურული მედია საშუალება თურქეთში ანკარა ფეთულა გიულენთან შესაძლო კავშირში მყოფი ორგანიზაციებისა და პირების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ანკარას მოუწოდებს სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების წინააღმდეგ ზომების განხორციელებისას პროპორციულობის პრინციპი დაიცვას. 10,000 დაკავებული სამხედრო თურქეთში და მთავრობის მხრიდან შეიარაღებული ძალებისადმი დაკარგული ნდობა. ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. თურქეთის ხელისუფლებამ 131 მედია საშუალება დახურა, მათ შორისაა 16 ტელეარხი, 45 გაზეთი, 3 საინფორმაციო სააგენტო და 23 რადიოსადგური. მთავრობამ მიიჩნევს, რომ დახურული მედია საშუალებები ფეთულა გიულენთან არიან დაკავშირებული. გაცემულია 10-ობით ჟურნალისტის დაკავების ორდერი. მიუღებელია, რომ ამდენი ადამიანი დაკითხვაზეა დაბარებული, რომ ეს გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ მიიღეს და რომ ამ ადამიანებს იმისთვის სჯიან, რომ ფეთულა გიულენის გაზეთის რედაქციაში მუშაობდნენ. ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდება, ბევრ მათგანს ასამართლებენ, მათ ცილისწამებასა ან ტერორიზმში ადანაშაულებენ. ყველაფერი ეს მედიისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამბოხის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების ქმედებებს ადგილობრივი მოსახლეობას სხვადასხვაგვარად აბაზებს. ისინი მედიაზე ზეწოლას ახორციელებენ. ყველა ვინც არ ფიქრობს პრეზიდენტ ერდოღანის მსგავსად, მტრად გამოაცხადეს. ფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა. რამე მსგავსი ევროპაში რომ მომხდარიყო, იქაც დახურავდნენ ამ ინსტიტუტებს. თუმცა როცა საქმე ჩვენ გვეხება, ჩვენ დემოკრატიას პატივი უნდა ვცეთ.
თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით სულ 15,000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 10,000 სამხედროა. დღეს პირველად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერიც დაესწრო. ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა ტერორისტულ ჯგუფს, რომლებიც ჩვენს მთავრობას, ერსა და ქვეყნის ერთიანობას ემუქრებიან. ვისურვებ, რომ 2016 წელს უმაღლესმა სამხედრო საბჭომ იმოქმედოს ჩვენი ერის, მთავრობისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სასიკეთოდ. თურქი ანალიტიკოსი ადგილობრივი გამოცემის ხელმძღვანელი საიჯიოს თურქი ამბობს, რომ ამბოხის შემდეგ თურქეთის მთავრობამ შეიარაღებული ძალების მიმართ ნდობა დაკარგა. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეხვედრის გამართვა აჩვენებს, რომ პოლიტიკოსებმა სამხედროების მიმართ ნდობა დაკარგეს. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, რომ პუტჩისტებს შორის გენშტაბის უფროსის უახლოესი გარემოცვა იყო. დაკავებული სამხედრო მაღალჩინოსნების რიცხვი საკმაოდ მაღალია და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება. თურქეთში სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით სულ დაკავებული და სამსახურიდან გათავისუფლებულია 60,000-მდე ადამიანი. ყველა ამ ადამიანს ანკარა მუსლიმ მქადაგებელთან ფეთულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. დღეს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გიულენმა, რომელიც 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა. ამერიკულ მხარეს საპასუხო ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები უკვე იკრიბებიან, სავარაუდოდ მათ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ უნდა იმსჯელონ, თუ ვინ შეცვლის რესპუბლიკელ მინისტრებს. კვლავ უბრუნდებით ქართული ოცნების ოფისს, საიდანაც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ახლა მიშა ფეიქრიშვილი. მიშა, რაიმე ახალი განცხადება ხომ არ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან? დიახ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, როგორც უკვე აღინიშნა, იკრიბებიან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება წინასაარჩევნო კამპანია, გარემო და გარდა ამისა დაგეგმილი ღონისძიებები, იგივე მაჟორიტარების წარდგენა უკვე ხვალ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თუმცა ბუნებრივია, პოლიცსაბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება საკადრო ცვლილებები მთავრობაში, თუმცა როგორც მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის და ზოგადად თავდაცვის მინისტრის წარდგენის პრეროგატივა აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს და ის გააცნობს საზოგადოებას, თუ ვინ იქნება შერჩეული თინა ხიდაშელის შემცვლელად. ჯერჯერობით არ სახელდება თუ რომელი კანდიდატები განიხილება აღნიშნულ თანამდებობაზე. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ დღის განმავლობაში საუბარი იყო საკმაოდ ბევრ კანდიდატზე, მათ შორის უმეტესობა ხელისუფლების მოქმედი წევრები არიან, თუმცა ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა აქედან არც ერთი არ იყოს, ასე ვთქვათ, სწორი ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრი მოერიდოს გარკვეულ გადაადგილებებს მთავრობაში და არ არის გამორიცხული თავდაცვის მინისტრის პოსტზე, საერთოდ სხვა სრულიად ახალი წარმომადგენელი ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი დღეს აპირებს პოლიცსაბჭოს სხდომის ფორმატში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ესაუბროს თავდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით და სწორედ პოლიცსაბჭოს წევრებისგან მიიღოს საბოლოო თანხმობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. ასევე პოლიცსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ჩვენივე ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი აპირებს გარკვეული კონსულტაციები გამართოს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მან საქმის კურსში ჩააყენოს როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეირჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე. ჩვენი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა უკვე დაადასტურა ხელმოწერით ორივე მინისტრის, თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილის სპეციალური წერილი, რომელთაც მათ მიმართეს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მე ასევე შევახსენებ მაყურებელს, რომ დღის განმავლობაში რესპუბლიკელების არც ერთ მინისტრს განცხადება პრესასთან არ გაუკეთებია და არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, იმისთვის რომ მოვიპოვოთ უახლესი ინფორმაცია და ველოდებით ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლების საბოლოო კომენტარებს, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით შედგება დღეს მსჯელობა და იქნება თუ არა საბოლოოდ მიღწეული შეთანხმება თავდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით. ქართული ოცნების მიმდებარე ტერიტორიიდან მიშა ფეიქრიშვილი გვერდებოდა. მადლობა მიშა. კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა შენგელია ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს კვლავ ესპანურ კლუბ ბასკონიასთან დადებული ხელშეკრულების გაყალბებასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შენგელიამ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა.
კალათბურთის ფედერაციაში ბრალდებებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა დაფასებენ. კალათბურთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების განსახილველად კი ხვალ სპორტის სამინისტროში შეიკრიბებიან. დეტალებით ნათია ხართიშვილი. კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა შენგელია ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს კვლავ ესპანურ კლუბ ბასკონიასთან დადებული ხელშეკრულების გაყალბებასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შენგელიამ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა. ფულის გადინება ხდება უაზროდ, ისევ მინდა გავიმეორო, რომ კონტრაქტი არის კაბალური და არაფრის მომცემი. არამიზნობრივად იხარჯება და იკარგება თუ იფლანგება თუ იპარება, ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ. მე მგონი ალბათ მივა მაგათი დროც მოვიდა, მე მგონი უკვე ჩაერთონე. კალათბურთის ფედერაციასთან პრეტენზიები ყოფილი პრეზიდენტის გარდა ბასკონიის ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი მოთამაშის ლუკა ბულაშვილის მამასაც აქვს. ლევან ბულაშვილის თქმით, ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, ლუკა ბულაშვილისთვის ესპანურ კლუბში მომზადება და დაფინანსება პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. თუმცა ლუკას ვარჯიშის მგზავრობის და ყველა სხვა ხარჯის დაფარვა თავად მოუხდა. ლევან ბულაშვილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს და პასუხისმგებლობას ფედერაციას აკისრებს. ის რომ ფინანსდებიან თითო 30,000 ევროდ ეს საერთოდ არ იციან, არც ამათმა აგენტებმა. ეს არის საბუთი, რომლითაც დასტურდება გაბრიჩიძის ხელმოწერით, კანცელარიაში გატარებული ბეჭდით და მინისტრის რეზოლუციით. ესაც ადასტურებს, რომ ბულაშვილი ფედერაციის დაფინანსებით და ხელშეკრულებით არის გადასული. მე მგონი ის არ გვევარ მე რომ 30,000-ით მიფინანსებენ შვილს და მე ცალკე ვიხდი. ერთიც გადახდილია ჩემს მიერ, სახელმწიფოსაც დაფინანსებული აქვს. ამ კითხვაზე ვერ გამცა პასუხი გაბრიჩიძემ. კალათბურთის ფედერაციაში სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა მოგვიანებით ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრალდების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნეს. ბოლო დროს სისტემატიურად ვრცელდება ინფორმაცია იმ ჯგუფისგან, რომელსაც სურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და სასკი ბასკონიას შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის დისკრედიტაცია. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის, ანუ დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მიზანია კალათბურთის ფედერაციასა და წარმატებულ ესპანურ ბასკურ კომპანიას შორის გაფორმებული ქართული კალათბურთის მომავალზე გათვლილი ხელშეკრულების ჩაშლა და შესაბამისად ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 18 წლის ლუკა ბულაშვილი კალათბურთს უკვე 8 წელია თამაშობს. 4 წლის განმავლობაში ის საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, 1 წლის წინ კი ნაკრების კაპიტანი გახდა და ახლა გუნდთან ერთად მაკედონიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. პარალელურად ბასკონიის კლუბ კუჩა ლაბორალშიც თამაშობს და ერთ-ერთ წარმატებულ და პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება. სად და რაში დაიხარჯა ბასკონიის კლუბისთვის გადასარიცხი თანხა, რომელიც კალათბურთელების მომზადებას უნდა მოხმარებოდა, ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. ბრალდებების შესახებ კომენტარი დღეს არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაკეთებულა. თუმცა ცნობილია, რომ ამ საკითხს ხვალ სპორტის სამინისტროში კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 4 საათზეა ჩანიშნული. ასეთი იყო 28 ივლისის 20:30 ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 20:30-ის გვერდზე 20:30-news. მე ხვალამდე გემშვიდობებით.